დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნიტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. პატრიარქმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც ადამიანებს ურჩია, რომ გაემიჯნონ ძალადობას და გააცნობიერონ, რომ მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს. უწმინდესმა და უნიტარესმა საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს კურთხევა მისცა. ყოველდღე 13 საათზე დარეკონ ზარი და აღავლინონ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. პატრიარქმა ასეთი ლოცვა კურთხევა გამოსცა, რომ ჩვენ ვილოცოთ, ერთმანეთისთვის ვილოცოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვილოცოთ, სიმშვიდისთვის, სიყვარულისთვის, გაგებისთვის, ერთობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა ახლა ეს მარტო ესე არ არის, ხო? ქვეყნის თავისუფლებას ეხება უკვე ესა და დამოუკიდებლობას ეხება და ესე რომ ჩვენ უნდა დავდგეთ ყველამ ერთად და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ფიქრი და ზრუნვა ერთმანეთის და ჩვენ არა ვართ ერთმანეთისთვის შორებლები და უნდა მოვიფეროთ ერთმანეთს, უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ესეთი ლანძღვა და ესეთი გინება ერთმანეთის ეს კარგს არაფერს არ მოგვიტანს ჩვენ პირადად. არც მე, არც შენ. აი ეს არის და აქედან გამომდინარე, იმიტომაც მივიდა პატრიარქია გადაწყვეტილებამდე, რომ ეს გამოსცა და ყოველ დღისით პირველ საათზე ღვთისმშობლის პარაკლისი იკითხება ჩვენთან. ზუსტად აი ამ მიმართულებით ვთხოვთ ღვთისმშობელს, რომ შეგვეწიოს და სითბო და სიყვარული და გაგება მოფინოს ჩვენ შორის და ერთი ენით და ერთი პირით და ერთი გულით ვიყოთ ყველანი. აქედან გამომდინარე მერე უკვე რა ეტაპზეც გადავალთ, ეგ არის რა და მთავარია ვილოცოთ ჩვენ, ლოცვა ყველაზე დიდი საქმეა რა. ეხლა მართალი კაცის ლოცვას ისმენს, ხო ღმერთი და თუ შენ ეხლა ცდილობ, რომ მართალი იყო და თუ ცდილობ, რომ პირნათელი იყო შენი ქვეყნის და შენი ერის მომავლის წინაშე, ღმერთი შეისმენს შენს ლოცვას და ვერ იქნები მართალი, იქიდან გამომდინარე, თუ შენ სიძულვილით იქნები ვიღაცის მიმართ განწყობილი რა და ეს სიძულვილი ჩვენში უნდა გადავლახოთ, ჩვენ უნდა გადავლახოთ, პირადად მე უნდა გადავლახო, თქვენ უნდა გადავლახოთ და ამაზე უნდა ეს ლოცვა აიმაში გვეხმარება. რომ ეს სიძულველი გადავლახოთ და უნდა ყველანი დავდგეთ და ვილოცოთ, როგორც ნინეველებმა რომ დადგეს და ილოცეს და გადარჩა ნინევია. ესე უნდა დავდგეთ ჩვენც და ვილოცოთ. ეს არის, ეს გადაგვარჩენს. ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს, ერთმანეთის თანადგომა, ერთმანეთის გაგება, თანხმიერება გადაგვარჩენს. სხვა ყველაფერი დამღუპველია. როგორ შეიძლება რომ გაიმარჯვო შენ თუ მე მომკალი მითხარება? ხო ვერ გაიმარჯვებ. ვინ არის გამარჯვებული? ეშმაკია გამარჯვებული. ეშმაკი ყოფს. ღმერთი აერთებს.